საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპ-კულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართ. და ჩემი სათაფი? არა მეჩადე. ძალიან სახიფათოდ რო გამოიყურება? და very nice. Oh, you know, there is a thing. ხოდა უკვე დღეს ცოტა რო ვილაპარაკეთ რომ მოდი ჩავწეროთო ცოტა anxiety მქონდა იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მავიწყდება რას ვაკეთებთ ხოლმე და მე რს მგონია რომ აი ხა ეს ეპიზოდი ცუდი გამოვა და მე მაგრამ მაგდენი ხალხიც არ გვისმენს რა ხა რომ მაგხელა სტეიკი კონდეს მაგრამ არა ეხა ცუდად გამოვიდა ესე იგი ვინც გვისმენს მაშინ იმათ ანუ კიდია რა კონტენტს ვაძლევთ არ არის ეგრე აი მაგაზე მინდა თქვა ხალხს რო არ ეგონოს რომ მე სხვაგან ამაქვს ყურადღება გადატანილი ეს ეკრანი აქეთ ამაქვს და აქ ვუყურებ და კამერა აქ არის ამ გულისყურით გისმენ და თან გიყურებ ანუ რამე სხვაგან ვიყურები ანუ რა აქ ჩაქსო აქ რამეს ჩაგისვამ ძალიან კაია იმაზე thumbnail-ზე აქ რამე საინტერესოს ჩავსვამ არ ვიცი რას მაგრამ ხო იმიტომ რომ აქ რო კამერას რო ველაპარაკო მე რაღაც ერთ შენ ვერ გელაპარაკები რა ანუ ეს like ხო მაშინ იცი რა მე რო ვილაპარაკებ მანდი ყურო და შენ რო ვილაპარაკებ კამერას უყურე ოკეი და ნუ ისეთი გამოვა თან რაღაცა მოძრავი აი ხედავ რამ ხელა მრავალფეროვნებას თავაზობ ყოველ ჯერზე ხალხს ხო და მოკლედ ძალიან ისე ვიყავი რა იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში ყველანი ამოვარდნილები ვართ ყველაფერიდან და დამავიწყდა საერთოდ რას ვაკეთებთ ხოლმე და როგორ მაგრამ მიუხედავად ამისა ჩანიშნებს მაინც ვაკეთებდი რეების ის მინდოდა შენთან განხილვა მაინცა და იყოს საინტერესო ეს იყოს ისა მე ვიღაცამაც გააზიარა აღარ მახსოვს რო მაშინ როგორ ჩინეთში ღიპზე მაისურის აწევა ცალკე რაღაც ის არის მოვლენა ანუ ესე და თავის სახელი აქვს და პეკინური ბიკინი ხო და არ ვიცი რატომ არა შენ საოცრად მინდოდა ამასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი ფოტო ანუ ვიპოვე მე კიდე კარგი ფოტოებს აქ ჩავრთავ ესე crop top-ებივით აქვს რა აწეული მაისურები და ესენი სოროჩები და მაგრამ ესეთი ძალიან დიდი ღიპები არ აქვს ამ კონკრეტულ მასში თან მე მგონი ჩინელებს ღიპიან ჩინელი გინახავს კი Okay. I was being racist. მაგრამ შენ ამერიკაში ბევრი ჩინელი გაყოლებოდა რა ნახე არა მაგრამ ჩვენთანაც ბევრი არიან მაგრამ არა მას სოციალიზაციას არ გავდივარ რომ მრავალფეროვნება იყოს ეგეთი და ღიპიან ჩინელებიც რა საინტერესოა ანუ იმენა ბიძერი ღიპიან ჩინელი კაცი არ ვიცი ეხლა მე ასე არ მახსოვს ზუსტად მაგრამ მინახავს overweight ჩინელებიც კი Okay, რაღაცნაირად არ რაღაც აზიელების კულტურაში აი დოის რო არის დოქტორ სტრენჯის პარტნიორი რო არის მაგის ძმაკაცი არის ხომ ეგ ჩინელია? I don't know შეიძლება არ არის ჩინელი მე მგონი unintentional racism და ამის ვერა ჩავგუგლოთ აგადა ისე რა შეიძლება გავაფართოვოთ უფრო ბაღო ესენი მსმენელების ისა თუ გავრასისტებით მე მგონი უფრო პოპულარულია ხოლმე რაც უფრო bigotries ავწელებ მეტი ხალხი მიზანი არ ამართლებს საშუალებაში კი ნამდვილი მგონი გვეყოფა საქართველოში რასისტული პოდკასტები ისეთი პოდკასტერები რომლებიც publicly რასისტები არ არიან მაგრამ რასისტები არიან კი მე კიდე ერთი ნიუსებში შევხვდა და ძალიან მომეწონა ეს ისა რა ქვია
ნიუსებში კი არ შემხვდა. ეხლა გამახსენდა. იმას ჩემს ყოველ office ladies რო უსმენდი, იქ იყო ამაზე ლაპარაკი და ძალიან გამისწორდა, რომ ანუ ისეთივე ქაოს რაღაცებზე ლაპარაკობდნენ, რა ჩიტ-ჩატის ის დაამატეს რა. ოღონდ ჩვენგან გასხოვებთ 2 საათი კი ლაპარაკობდნენ, 20 წუთიანი არის. ხო და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, რომ ვიღაცა თანამშრომელს ვინც მუშაობს ამ premise ხო უცლებოდ მომუყვა. ამ პოდკასტზე ეს იყო ქონა კენჭი იმაში, თირკმელში რა. ხო და მე მოკლედ ერთ-ერთმა ჰოსტმა ყვებოდა, რომ რაღაცები დაგუგლა თუ ეს შეისწავლა ეს თემა და კენჭის გამოდევნის არა სამედიცინო გზა, იცი რა არის? აი მინდა რომ რაღაცნაირად იქნებ გამოიცნო. ქართული ის ხალხური ის მახსოვს რომ ცხენზე უნდა დაждე და ცხენიც იარო. მართლა რა კაია. ეგ არ მახსოვდა. არა, ეს აი ძალიან ამერიკული არის. ოკეი. და? გითხრა უკვე, კაი. გამოვიცნო. ხო, მეთქი. კიბეებზე სიარული ალბათ, არა. არა, ძალიან ამერიკული. roller coaster-ზე უნდა დაждე. რა ქვია ქართულად roller coasters? მე მგონი იარული მთები. ამერიკული მთები, ამერიკანსკი გორკი. ხო, და იქ რო ის ქვია და ამერიკაში რო პირიქით ქვია. მაგრამ მე ხიარული მთები, საიდან მოვიტანე, რაღაცას ერქვა? რომელიმე ატრაქციონს ერქვა ალბათ. შეიძლება. ჩელო ჰალუცინირებ, AI-ით გადავიქეცი ამ ბოლო რამდენი თვეა ჩაგვიწერია 2, 1. არა, მე მგონი 1 ივლისში ჩავწერეთ მე მგონი. აი, ესეთი ნიუსები მოგიტანე. Okay. Very good. ძალიან მიხარია. შენი ნიუსები გითხარი, ეხლა რამდენი ხანი რო არ გამოჩენი. ხო, ჩემი ნიუსები. ring light-ი ვიყიდე, იმისათვის რომ ჩემი სილამაზეთ ყველას თვალები დავუბრმავო. ჯერ კიდევ კოჭლი ვარ, მაგრამ პროგრესირებული კოჭლი ვარ. ამ ნაომარნა ოპერაციები მოტეხილი ფეხის დაბიჯება შემიძლია უბრალოდ სრულად ჯერჯერობით ვერ ვაბიჯებ. და ესე ძალიან აი ისე მატრიგერებს ყოველ ჯერზე ბებია ჩემი მახსენდება, რომელსაც ფეხით ყიოდა და ძალიან ეს არის, აი სულ წარმომიდგენია, რომ გვერდიდან ბებია ჩემს გავა, რომელიც იყო რა რამდენი იყო მაგ პერიოდში 70-ზე გადაცილებული და უკვე უჭირდა ნატკენი ფეხით სიარული და ესე ჯოხს ხმარობდა და აი ზუსტად წარმომიდგება ხოლმე ჩვენ თვალწინ და სულ ვცდილობ რომ გავდევნო ეს აზრები ჩემი თავიდან. იმიტომ არა რომ ბებია ჩემი არ მოყვარდა, უბრალოდ არ მინდა რომ ის იყო რა ქვია. ჯოხიანი მოხუცთან ასოცირდებოდა in my prime years. მაგრამ აი ბებოსავით დავფოჩიალო. ხო და ესეთი ნიუსები მაქვს და ვერც დავისვენე და ვერაფერი ჯერჯერობით ვერ ვქენი. მაგრამ ვცდილობ რომ არ გავგიჟდე. და ყველა ხელს მახსოვს შვებულება მაგაში ჩაგეთვალა, ხო? კურნალობაში. არა, არ ჩამეთვალა, იმიტომ რომ ბიულეტენზე ვიყავი. უბრალოდ დასვენება არ იყო ეგ, იმიტომ რომ ვცდილობდი რომ ან რაღაც სწავლებს ვამდი ყველაფრისას, პლუს მენტალურად ვცდილობდი რომ არ გამერეკა, პლუს ამ იმის მერე რა ქვია, ის ნარკოზის მერე იცის რაღაც ისინი რა, პრობლემები, შფოთვები და რაღაცეები და მაგას ვებრძოდი. ხო და ყველა ექიმთან კონსულტაცია გავიარე, ფსიქიატრებსაც ვესაუბრე ჩემ კურნალ ექიმსაც ველაპარაკე, მოკლედ ყველაფერი ხერხი ვიღონე იმისთვის რომ არ მეწვალა. ეგ კიდე კაი დამახსოვრებული მაქვს, self-care-ი რომ მნიშვნელოვანია და ნებისმიერ რაღაცაზე თუ ამის საშუალება არის რომ მედიკამენტით იქნება ან რამე ფორმით ეშველოს, ყველა ხერხს მიმართავ, თქვენს გირჩევთ. ხო, ცოტა ხანი მოკლედ მაგ მოდში ვიყავი, ამიტომ ის ბიულეტენზე ყოფნის დრო არანაირ სასიამოვნო პროცესად არ ჩამეთვალა და ვერც დავისვენე. შესაბამისად დაუსვენებელი ვარ. და ფაქტობრივად მთელი ზაფხული გავატარე დივანზე. კონდიციონერით და იმითი, მაგრამ wasn't that fun. და აი roller coasters. It was like a roller coaster. Emotional roller coaster.
ხო და მოკლედ აი ეს კენჭის გავლა ძალიან მომეწონა რაღაცნაირად აქტუალური იყო, იმიტომ რომ ჩვენ ეს არა ქვია, ჩვენ მეგობარს ქონდა ეს კენჭი, რომელიც რაღაც ლაზერით თუ რაღაც დამოუყეს და მე ვფიქრობდი, რომ ეს რა გენიალური აზრი ყოფილა. ხო, მაგრამ მან მე მგონი არა გაქვთ ისეთი როლერ კოსტერი, რომელიც კენჭს გამოიყვანს. ხო, მართალი ხარ, მეც მგონი რომ რაღაც ალბათ ისეთი უნდა იყოს. ან ძალიან ბევრჯერ უნდა დაჯდე ალბათ. ის მთაწმინდაზე როა საკმაოდ ისეთია, როლერ კოსტერულია, მაგრამ ხო. ერთხელ კი გავიგერო, მაგის ნახევარიო არ არისო აწყობილიო, იმიტომ რაღაცა უფლება არ მიცესო, თორე ვაკის პარკამდე ჩამოდიოდაო თუ რაღაცა, ანუ ძალიან გრძელს აკეთებდნენო. და მე ნებართვა არ მიცესო თუ რაღაცაო, რომ მაგ სიგრძე აეშენებინათო და ის იყო რა ქვია. ამიტომ ნახევარი როლერ კოსტერი არის აწყობილი. გასაგებია. ხონდა ოკეი. რომ თაწმინდაზე შეიძლება. ძალიან მაგრამ interesting. მოდი მაინც დავამატოთ, რომ ეს ექიმის რეკომენდაცია არ არის და არ ხო, გავცემთ. ხო. დისკლეიმერი. ხო, მაგრამ მაგ ქართველობას დავაკარგვინეთ ეხა ხალხს თუ რამეა ცხენზე დაჯექი. ცხენი, მეც გონია რომ ცხენი ბებიის- უფრო ეს არის. კარგი ხერხია რა. ბებიის ისა, ხო. ხო. თან ანუ როლერ კოსტერი. ველოსიპედი არის კიდე მეორე ვარიანტი. მაგრამ ცხენი უფრო როგორც ვიცი, საკმაოდ ისეთი ეფექტიანი მეთოდი არის ცხენზე. просто ჯირითი არა რა. დაადგომ და გატარო. ლაითა. იმიტომ რომ ცოტა ვიბრაცია მაინც აქვს. ხო. ოკეი. და მაგ პონჩი გამიგია ბევრისგან რომ მასე დაუბადავთ მესები არა და ისინი რა ქვია კენჭები. ხო. ხო, ერთი რაღაცა რაზეც ვფიქრობდი და ჩავინიშნე შენთან ერთად განვიხილა და იქნებ, მაგრამ შენ იცი, რომ რატო არ არიან კაცი მეჩმეიქერები? ბოლო პერიოდში რაღაცას ვუყურებდი, აღარ მახსოვს, ზოგადად მეჩმეიქინგის ისინი მაჭანკლებია, ნუ. ხო. ხო და ეს მაჭანკლური რეალიტი შოუებზე ადრე ვილაპარაკეთ, რომელიც მომწონდა და რაღაცას ვუყურებდი თუ აღარ მახსოვს ის იყო და მაგაზე დავფიქრდი, რომ რატო არ არიან თქო და მე ეს თუ არადი გამოითქვა ჩემივე თავში, რომ შეიძლება ყველას მოტყვრა უნდა თვისაც ვინც უნდა დააწყვილონ და ეგ არის ალბათ ისე რომ ტრადიციულად ისა, მაგრამ იქნებ ისეთი არის რაღაც არა მე მაინც უფრო რაღაც ტოქსიკური მასკულინიზმის თემა მგონია ეგ, რომ აი რაღაცა ეხა კაცი იმას ხო არ იკადრებს, რომ ოჯახიდან ოჯახში იაროს და რაღაცა თემები გახოდოს რა. ხო. თორე მაგალითად იმაში ეხლა პირველი რაც გამახსენდა ეგრევე ნატურის ხეში რომ ციციკორე მიდის მარიტას ოჯახთან და რო ეუბნება რომ გააყოლეთო იმასო, რა ქვია იმას. ის მეორე ნაბოზარი რო არის სახელი დამავიწყდა. ეგეც kind of matchmaking-ია, მაგრამ მანამდე უფრო ისეთი მაჭანკლური ამბები, ხო? მე ტრადიციულად საქართველოშიც ეგრეიო. აუ ყველა ქვეყანაში მე მგონი. ხო. ყველა ქვეყანაში მე მგონი, ვინმე თუ იცით კაცი მაჭანკლების შესახებ და კულტურულად სადმე რომელიმე ქვეყანაში თუ არის გაგვიზიარეთ, ძალიან მაინტერესებს ეს ფაქტი არის თუ არა სადმე თუ ჩავთვლით, რომ მაგალითად შუა საუკუნეების ევროპული დიპლომატია, სადაც პრინცესებს და პრინცებს აწყვილებდნენ ხოლმე, kind of მაჭანკლობა არის და დიპლომატები იმ დროს უფრო კაცები იყვნენ ვიდრე ქალები, მაშინ შეიძლება რომ ევროპელებს დავაბრალოთ ეგეთი გენდერული როლების აღრევა. შეიძლება, ხო, და უბრალოდ სხვა რაღაცა ერქვა, როგორც ყოველთვის რაღაცებს იგონებენ ხოლმე, რომ იმისთვის, რომ ის იყოს უფრო საინტერესოდ გამოჩნდეს, იმიტომ რომ მანამდე ქალები რო აკეთებდნენ, ამაზე ყოველთვის იყო რაღაც ისეთი ზემოდან გადმოყურება ამ პროფესიებთან დაკავშირებით. ხო და ამასობაში ჩვენს იმ სმენელს, რომელმაც ლეოსკეპიზე გველაპარაკა, იმის მერე საბა აკლული მყავს და ყველა მის TikTok-ს უგზავნი ხოლმე. და ძალიან შევედი ლეოსკეპის იმაში ფან კლუბში. ხო და შევახსენებ, ვინცაც არ ახსოვს, ლეოსკეპი არის აი ის განგსტერ გეი, რომელზეც ლაპარაკობდი, რომ განგსტერი გვინდა თქო ვინმე თქო ისეთი ძალიან მასკულინური და ისეთი ტიპი რომ დააბალანსოს რაღაცაები. თქო და ზუსტად ლეოსკეპი არის ეგ ადამიანი და ძალიან დაქრაშული ვარ.
ან Okay. რაღაცნაირი პერსონაჟი არის, ეს მისი თავდაჯერებულობა თან რაღაც ისეთიც არის, დააყავს, რომელსაც სულ რაღაცებს ჩუქნის და ძალიან ზრუნავს მასზე. ხო და მოკლედ it was very cute. და რაღაცნაირად ლეოსკეპის ფანი გავხდი ამის მერე. და აი ეს არის იმენა განგსტარი არის. ვერსაჩეს თეფშები აქვს და ის ყავს რა ქვია სახლთან აკითხავს ხოლმე რაღაცა კურდღელი რენდომ და იმ კურდღელს საჭმელს უდებს ხოლმე ამ ვერსაჩეს თეფშზე და I gotta feed my bunny და წერს ვიდეოს და იმაშება უჭერის რაღაცა ეს ბალახებს და ბალახებს კი არა და ნუ იმებს რა წვანილებს და რაღაცას და სტაფილოს და ესე ამ ვერსაჩეს თეფშიც მიაკროლ მე ხო და მოკლედ 90% უკვე ჩემი ფიდის იქიდან გამომდინარე რამხელა ინტერაქცია შევდივარ ლეოსკეპი გახლავთ. ამიტომ ყველას გირჩევთ გაეცნოთ. კიდე რა იყო ისეთი რაც ხო და matchmaker-ებზე რა გამახსენდა და pick-up bro-ებზე ვფიქრობდი მე რომ ანტი matchmaker-ები არიან. ან bro match ანუ არის მათში რაღაც საწყისი мотивация ეგ არის, უბრალოდ ეგრე არ მუშაობს. რაღაც matchmaking-თან იკვეთება. Wingman-ებზე ამბობ. არა, ის ტიპები რო არიან, რომ გასწავლიან how to pick up women. Okay, ხო. Coach-ები რო არიან. ხო, okay, ხო, შეიძლება. უბრალოდ რაღაცა კონკრეტული ის არ ყავთ კონტინგენტი კი არა და ეს ისა რა. საიდანაც ეგ ხდება. გამახსენდა, რაზე გამახსენდა matchmaking-ი. იმას ვუყურე, მატერიალისტი არის ახალი ფილმი არა რაღაც ისეთი მორომკომო და მაქედან წავედი მაგაზე ფიქრზე. რაღაც მეინსტრიმში და პოპკულტურაში შემოაღწია matchmaking-ი, იმიტომ რომ ის ფილმი არის იმაზე, რომ ეს არის დაკოტა ჯონსონი არის matchmaker-ი, ოღონდ აი სტანდარტული ესეთი მაჭანკალი კი არა, სააგენტო აქვს. matchmaking-ის რა და ეს ძალიან ისეთი ახალგაზრდა ლამაზი გოგონები matchmaking-ით არიან დაკავებული და ძალიან ისეთი სერიოზულად უდგებიან ამ თემას და მაქედან წავედი მე იმაზე ფიქრით რომ როდის მივა კაცობრიობრიგამდე რომ კაცი matchmaker-ებიც გაღალებ არ ვიცი ასე გჭირდება აი მაგის არ ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერში ხო არ ვიცი ალბათ ძალიან ისეთი ის არის რა რაღაცა ოჯახის ალბათ არენდობა მაკპონჩი იმიტომ რომ იმიზეს გამორაც თქვი შენ რომ ანუ იდეაში მოკლედ ეხა ვფიქრე მაგაზე რომ ეს გენდერული ბალანსი ხო იმისთვის არ არის რომ ყველაფერი ერთნაირად იყოს არის იმაზე რომ ვისაც რა უნდა ისაკეთოს და მაგითი არ ფასდებოდეს მათი ისა წონა და მნიშვნელოვნება შესაბამისად რომც არც ერთი matchmaker-ი არ იყოს კაცი და სულ ქალები იყვნენ უბრალოდ ხელწამოსაკრავი პროფესია არ უნდა იყოს იქიდან გამომდინარე რომ ქალები აკეთებენ რასაც ერთად რაც არის ხოლმე ყველანაირი გენდერული დისბალანსის პრობლემა თორე მე ეგ რომ მოეხსნება ეგ ტავო ვისაც ენდომება matchmaker-იც გახდება ბალერინაც და ბალერინებისაც ბალერონებიც არსებობენ მაგრამ ზოგადად დამოკიდებულების ამბობ და ყველაფერი ისევ როგორც რაღაცა ძიძებიც არიან აი მაკპონჩი რატო არ შეიძლება რომ რომელიღაცა კაცს ან კაცებს აი ვინც ყველა კაცი ეგეთი არ არის ხო იცი ეგეთი ტიპები რო არიან რა და აი რატო არ უნდათ რომ მაგალითად ამ შემთხვევაში აენთოთ ეგ და თქვან რომ მე ხა matchmaker-ობა მინდა მაგრამ ყველას გონია რომ ტოქსიკური ვარ და ყველას მოწყურა მინდა და მე დავამტკიცებ რომ ყველა კაცი ეგეთი არ არის აი მაკპონჩი რატო არ უჩნდებათ ხოლმე კაცებს პროტესტი იმიტომ რომ არ ანუ მე მგონი რომ არ ჭირდებათ ხოლმე რომ დაამტკიცონ რამე ანუ მათი ხო არიან ხოლმე რომ აი რო ეთებათ რა ეგეთ რაღაცეებზე ხო და მე მგონი არასწორად ეთებათ იმიტომ რომ აი ვისაც ეთება ეგრე არ ანუ უბრალოდ მიდის და აკეთებს და უბრალოდ რომ პოინტი გააკეთონ მაგისთვის არ იზამენ ან ძალით ხო არ გამეჩმეიკერდება გასაგები ხო მართალი ხო ხო, იმიტომ რომ ეგეთი ანთებაც იდეაში გულწრფელი არ არის, როდესაც ეთება.
კი ხო. და მაგაზე სხვა შორის ამას წინ ბოლო რამდენიმე დღე მე ხო ისე TikTok-ზე რაღაცა პერიოდულობით შევდივარ ხოლმე ძალიან ბევრს ნახულობ და მე ვაყავს. ამ პერიოდში ბევრი სკროლე ძილის წინ და ამას წინ რაღაც TikTok-ში მომხდა ძალიან საინტერესო რომ ყველაო კაციო ვინცო ძალიან გული მატკინაო ისეთი იყო რა ლიბერალური ღირებულებებისო და თავი მოქონდა კაი ტიპადო რა ხო და მე რაღაცა კიდე თიჩი იყო მან და ანუ იმაზე იყო მან აქცენტი რომ ანუ ეგეთი ადამიანებისგან ნაკლებად რომ მოელი და ახლოს მოუშვება, ანუ მე უფრო მეტი შანსია რომ გული გატკინონ რა, იმიტომ რომ ვიღაცა თუ იცი რომ რაღაცა მიზოგინი არის და ქალების იზღება და შეცეზიზღები და სექსისტი არის და რაღაც შეხედულებები აქვს, იმასთან არც მოუშვებ ახლოს და არ გიქრა, ანუ რაღაც ღია იმაში ხარ რა და სხვა კონტენტ კრეატორს ქონდა დასტიჩული და ეს არის შავკანიანია ეს ბიჭი და მაგაზე ლაპარაკობდა რომ მაგასო მირჩევნიაო ღიად რასისტებიო, იმიტომ რომ ვიციო ვინ არიანო, ვიდრე აი ეს შეფარული, აი ის ხალხი ხო იცი ობამას მივეცი მე ხმაა და აი გეთაუთში რო ხალხია. ხო, იცი ეგ აი კაკრას რასიზმზეც კარგი ის არის და მეც მქონდა სხვათა შორის ეგ გამოცდილება პირადი, იმიტომ რომ მე მომსულია მე დაუმჯდარ ვარ მას ეს ტალღაზე რაღაც ეტაპზე, იმიტომ რომ როდესაც გონია რომ თქვათ შენ რახან ლიბერალი ხარ და რაღაც უფლებებს იცავ და kind of აქტივისტობ და რაღაცა მე რაღაც მომენტში ეს საკუთარ თავთან გაქვს ეს ბაიასი რომ ვითომ შენ გააქვს უფლება რომ რაღაცა ყლეობა თქვა მიზოგინიური ან რასისტული ან რაღაცა გაიგე და მაგ პონჩი ჩემი თავით გამომიჭერია ეგეთ რაღაცაში რომ ესე იგი მე კაი ტიპი ვარ რა რაღაცა ეგეთი ამიტომ ჩემთვის ბოროტი არა ვარ და ხანდახან ეხლა რა მოხდა თუ ვიტყვი რაღაცა ეგეც გაიგე I have a gay friend და მე ყველა პერკლევას ვლაპარაკობ ეგ რო გაპარაკება კი ანუ ძალიან ბუნებრივი და ისეთი ის არის მაგაზე არის ზუსტად ის რომ ყოველთვის უნდა დაჩეკო შენი თავი რაღაცაზე რა რომ რასისტული ხო არ მომდის რაღაცა მიზოგინური ხო არ მომდის რაღაცა და ხშირად არის ხოლმე რომ როცა ჩეკავ შენ თავს მე იპოვე ეგეთ რაღაცებს მე მახსოვს აი ძალიან ლიბერალი და ეგეთი თავი რომ აი ფაზა რომ მქონდა ზენიტში რომ ვიყავი მაკპონჩი და ცოტა ზემოდან რომ ვუყურებდი ხალხს მაგის გამო მე რაღაცეები დავიჭირე ჩემ თავში რომ ჩემ თავს უფლებას ვაძლევდი რომ რაღაცეები ისეთივე მეთქვა როგორცაც ის ხალხი ამბობდნენ რომელსაც ზემოდან ვუყურებდი რა ხო და that happens კი ბატონო კი და მე ვფიქრობ ხო შორს მაგას მაგ რასისტულ ჭრილში იმიტომ რომ მოკლედ ანუ ჩემთვის არ არის ბუნებრივი შავკანიან ადამიანებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ანუ ძალიან ანუ რასისტი არ ვარ, მაგრამ ძალიან დიდი შანსია რომ რაღაცებს შემეშალოს, ან ვერ მივხვდე, ან რაღაცა და ჯობია რომ თავი კი არ მოიჭრე, რომ აი რას ამბობ კაცო, მე აი ყველაფრის აზზე ვარ, მაგრამ კითხე რა, თუ რაღაცა არის, ან მოკლედ ღია კომუნიკაცია უფრო ჯობია, ვიდრე თავის მოჩვენება რომ ყველაფერი გესმის და იცი და მე ზუსტად ეგ ადამიანი ხდები რომლისგანაც არ ელოდებიან და კიდევ უფრო მეტად გაუტყდეს შეიძლება იმ ადამიანს რომ ეგეთ ანუ რაღაცა ისეთი თქვი ან ისე მოიქეცი რასაც შენგან არ ელოდა ხო და მე ჩემ თავის დავიჭირე მაგაზე და მაგაზე ვფიქრობდი რომ ანუ იქნება ჩემთვის უცნაური, იმიტომ რომ არ მიცხოვრია განსხვავებულ იმასთან რასობრივ მრავალფეროვნებაში არ გავზრდილ ვარ და ჩემთვის ის არის კი და ანუ შეიძლება სამჯერ შევხედო განსხვავებული რასის ადამიანს როცა დავინახო, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა და იმიტომ არა რომ ვაი ის რო ანუ და მაგ მომენტზე მოკლედ მეც ვფიქრობდი ჩემ თავში რომ ზუსტად აი მაგ იმაში რო არ გადავარდე რა რომ აი მე ძალიან ყველაფერის ისეთი გათვითცნობიერებული ლიბერალი რო ყველაფრის აზზე ხარ რა ანუ ხანდახან you have to humble yourself მაგრამ ეგეც ის არის ხა ჩვენ კონტექსტში ქართულ კონტექსტში და საქართველოს კონტექსტში კიდე სხვანაირი ის არის იმიტომ რომ მან რასაც შენ ამბობ რა მაგის გამოცდილება მაგა მესმის და პლუს მაგას ეგ რასიზმი არ არის იმიტომ რომ რასიზმი
ჩემთვის by definition არის ის, რომ შენ გამიზნულად ნეგატიურად ხარ განწყობილი ხო. ადამიანის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სხვა რასის წარმომადგენელია და შენ რომ რაღაცა ვთქვათ იმის გამო შეიძლება თქვა, რომ არიცი და თან მე აი ერთი რაღაცა მინდა ესეთი გამოცდილება მქონდა, რომელზეც აქვე ვიტყვი ესეთი ის რომ რატომ არის მნიშვნელოვანი representation ფილმებში რა, ანუ ქართველებს რაღაც ქართულ ლიბერალურ წრეებში მათ შორის, აი ეს ჩვენს ახლო წრეებში ხშირად არის ხოლმე და Yes, ხო, ეგეც და ზოგადად ის რომ ეხლა რა გაატრაკეს სულ ესენი რაღაც იმეებზე იღებენ ამდენი შავკანიანზე გადაიღეს ისა და ოსკარებზე სულ ესენი არიან და რაღაც გამიგია ესენი ჩვენი შიდა წრიდან რომლებსაც იმაზე აქვს პრობლემა. და მე გეტყვი რატომ აქ ჩვენ როდის მივხვდი რომ რატომ აქვს representations დიდი მნიშვნელობა. ნიუ-იორკში რო ცხოვრობდი, მაშინ რაღაცა გვიან უბრუნდებოდი სახლში და ამ დროს შემოვიდა ცარიელი ვაგონი იყო რა. იმაში რა ქვია, მეტროში ვიყავი. და ამ დროს შემოვიდა რამდენიმე შავკანიანი თინეიჯერი, რომელიც იქ ვაგონის ბოლოში იყვნენ. და ხმაურობდნენ და რაღაცა ისეთ კონჩი თინეიჯერები როგორც იქცევიან ხოლმე ზოგადად ესე იქცევიან. და ამ დროს რაღაცა ეთნიკური წარმომადგენლები აუტანელები. შევატყეთ შემთავს რა ცოტა anxiety დამეწყო იმაზე რომ ეხლა ამათმა თავს არ დამესხან და რაღაც არ დამძარცონ არ დამჭრან რაღაც ეგეთ და მე უცებ ჩემთავს ვკითხე რომ აი ეს რო თეთრკანიანი თინეიჯერები ყოფილიყვნენ და ესე მოქცეული იყვნენ იგივენაირად შევწუხდებოდი თუ არა მათი ამ ვაგონში შემოსვლით რა და მე ანუ რითი არის ხა ჩემთვის მოტივირებული ეს მე ნეგატიური გამოცდილება და რაღაცა რასიზმი ჩემ თავში სისტემურად რო აქ გაუზრდილიყავი და ვიღაცა suburban soccer მამებს ესწავლებინათ რაღაც რასიზმი ჩემთვის ეგ არ ყოფილა ხო რა იყო ის რომ თქვა ფილმებში ვხედავდი რომ მეტროში შავკანიანი ვიღაცას თავს დაესხა და ყველა შავკანიანი რომელიც ესეც სულად იქცევა მეტროში მე რაღაცას აშავებს რა და ეს რაღაცა დალექილი არის შენ ტვინში და მაქედან აი ეს რაღაცა ის წინასწარ განწყობა გააქვს რომელიც უნებური არის ჩვენ შემთხვევაში ეგ გასაგები არის просто მე აქ კიდევ აქ არა მან სხვა რაღაცა მე ჩემ წერილში დავიწყე მაგაზე ფიქრი ხო იმიტომ რომ ნუ აი ჩემი კონტექსტი და მაგაზე დავიწყე ფიქრი რომ ეს არის რა ქვია ან ის კი არა რომ რასისტი ვარ თუ არა ანუ მაგ ზოგადად დამოკიდებულებაზე განსხვავებული რასის ადამიანების მიმართ და იმაზე რომ ძალიან ბევრი რაღაცები არ ვიცი მაქვს TikTok-იდან და რაღაც იმავე რაღაც კონტენტ კრეატორებისგან ვინც ვიღაცა ჩინელია ვიღაცა შავკანიანი რაღაცები გაგონილი მათ კულტურაზე მაგრამ მათთან თანაარსებობის თანაცხოვრების და რაღაც ერთ სივრცეში და კომუნაში არსებობის გამოცდილება არ მაქვს შესაბამისად ლაივში როცა ვხედავ ამ ხალხს შეიძლება რომ ანუ it's okay რომ ჩემთვის იყოს რაღაცეები უფრო მეტად საინტერესო და ცნობის მოყვარეობით ვუყურებდე რა ვიღაცას იმიტომ რომ ისა და არა იმიტომ რომ ის ვარ გაუნათლებელი დებილი რომელსაც არ უნახავს ანუ მაგაზე ვფიქრობდი ჩემ წერილში რომ თუ ძალიან ანუ რა თქმა უნდა ვთქვი რომ არ მივაშტერდე მაგრამ ზოგადად ის people watching ისაც მიყვარს მაგრამ ვერიდები ხოლმე რომ იმ ადამიანს არ შეუქმნა ეს დისკომფორტი მაგრამ სულ ძალიან მაინტერესებს რა იმიტომ რომ ჩემთვის განსხვავებული ადამიანია და იმიტომ ვუყურებ კიდევ უფრო მეც იმიტომ რომ ბევრს არ უნახულობ ეგეთ ხო და მაგაზე მოკლედ ჩემი თავის დამშვიდება რა გაანალიზება დავიწყე იმისა რა ანუ რის გამოცნობის მოყვარეობაა რომ აი ვაიმე ეხლა ესენი რამდენი ხარ ჩამოვიდნენ და რაღაცები თუ ეგ ცალკე და მე კიდე არიან ეხლა ადრე 1-2 წლის წინ ვნახე ვიღაცა ტიპი ქართველი საბურთალოდან ჩიოდა იმაზე რომ რატომ არ შეუძლია თეთრკანიანებს N-word-ის გამოყენება როცა რეპერები იყენებენ ამას სიმღერებში და ძალიან მიყვარს ხანდახან არის ხოლმე რომ აი ეგეთ დისკუსიებში ეკვეტებიან რა ქართველები და აი სნეიპის შავკანიანობა like არ გეხება შენ ეს თემა ვაფშე რა ან მეორე ის რომ ჩვენ ვიცით პოლიტიკაში ვერ ყვევით ეკონომიკაში ვერ ყვევით ყველანი
ან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს მარტო ქართველი გადაჭრის. ყველაფერი ვიცით. შესაბამისად, ნუ იძახი ეგრე. ჩვენ ვიცით ყველაფერი. და შეგვიძლია ყველაფერზე გქონდეთ განსაკუთრებული აზრი. მე ეხლა იმაზე ვფიქრობდი, რომ ანუ ისედაც ყველაფერზე აზრის გამოთქვა მიყვარს ხოლმე, მაგრამ ბევრ რაღაცებზე არ გამოვთქვამ და ანუ აზრი გამაჩნია, მაგრამ ხანდახან რაღაცებზე არ გამოვთქვა. ხო. და პლუს კიდე ქართველი რო არის, იგი რამხელა ჩემი შინაგანი ბრძოლა არის რა, რომ ყველაფერზე აზრი არ გამოვთქვა და თან გამაჩნდეს მალადეც. ხო, ეგ არის, იმიტომ რომ მე ერთი პერიოდი იყო ხოლმე თერაპია სხვათაშორის გირჩელები ის რო არის მეორე იაგოს გირჩი, თვი. მაგენი ატრაკებდნენ და სხვათაშორის kinda story ის იყო, მიდგომა იყო ეგ რომ აი მაგალითად ჩვენ ქართველებს რაღაცა ტვირთი რასიზმის და კოლონიალიზმის არ გვაწევს რა. ეს ფუძე რომელზეც ლაპარაკობდნენ, ეს ფუძე მართალია იმის მერე რა ილაპარაკეს იქ აღარც მახსოვს და ალბათ დებილობები ილაპარაკა იმან ის მეორე რო არის, რა ქვია ის ტლოპანა. ვახო, ხო, მაგი. და მაგრამ ეხა უყურე როგორიცა ეგ ხო არის აი ეს რომ ჩვენ არ გვაწევს ეგ რასიზმის და კოლონიალიზმის ის ტვირთი, მაგრამ მეორეს მხრივ აბსოლუტურად არა, მაგრამ ნუ უმეტესობა ქართველების რომელიც მასე დისკუსიაში ერთვებიან, მაგ ტვირთს იდებს თავის თავზე. ანუ მაგალითად ამერიკულ კონტექსტში, როდესაც ვიღაცა შავკანიანი წუწუნებს თეთრკანიანთა თავხედობაზე ქართველებს არ გულისხმობს შვილი. არა. It's not about you. თან თეთრი არ ვარ. თეთრკანიანებს აქაურ თეთრკანიანებს აქ სხვა თემა ხდება. მან ნუ იღებ შენ თავზე მაგას რა. ნუ კვოტები ოსკარზე უნდა იყოს თუ არა კვოტები. It's not about you. კი, ეგ ძალიან ეს არის მნიშვნელოვანი გასაზრებელია, რომ რაღაცები შენ არ გეხება და ის თალ, მაგრამ მე მგონი იქიდან გამომდინარე, რომ ამ ამერიკული კულტურის over consumption-ია და ნუ ზუსტად მაგედან ვიღებთ. გონია რომ we know, როცა we do not know. და აი მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად ჩემივე კონტექსტში, რომ ამდენი რაღაცა მაქვს ინფორმაცია მიღებული და შეიძლება საშუალო სტატისტიკურ ადამიანზე მეტად ვერ ყვეოდე მაგ ყველაფერში, მაგრამ ასევე აზრზე არ ვარ. შესაბამისად, it's okay რომ მეტროში მივაშტერდე ვიღაც შავკანიან გოგოს და მაგისგან ის არ არის რა, ანუ ეგ რაღაცა მომენტების გააზრება, რომ ხო, ანუ კონტექსტი მნიშვნელოვანი არის და რახან ლიბერტარიანებს ხო, sorry, მაგას დავასრულებ. აი ლიბერტარიანებს რა ეშლებათ არის ის, რომ სულ სხვა კონტექსტი არის ამერიკაში, სადაც სულ სხვანაირად არის ეგ ყველაფერი და იგივე რაღაც იარაღის ტარება ვაფშე სხვა თემა არის და აქ სხვა კონტექსტია და მთელი აზრი ყველანაირი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციოლოგიურ ანალიზებში არის იმაში, რომ კონტექსტი გესმოდეს და არა ის, რომ რაღაცა შაბლონს იღებდე და ატყეპებდე და მაგ შაბლონზე ხა გამახსენდა, რომ იმის არგენტინის პრეზიდენტი ეხლანდელი, რომელიც ლიბერტარიანელია და არ ვიცოდი ამას წინ რაღაც ჩემი მეგობრები განიხილავდნენ. არ დაგავიწყე შენის თქმა გინდოდა, იმიტომ რომ მე ხო იცი. ეს ისა, ხო რაღაცას განიხილავდნენ ჩემი მეგობრები და რაღაცა მიმი ჩააგდეს და მე არ ვიცოდი, არ მივყვებოდი. ხო და ეს ხო და მეთქი ეს ვინ არის თქო და მე დავგუგლე რა რომ მითხრამ ჩემო მეგობარმა და ეგო ეს არის ბენზოხერხით დარბოდაო იქ რაღაცა ისინი დახურაო არგენტინაშიო სახელმწიფო სტრუქტურები და რაღაცები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ანუ over inflation იქონდა და ეხა ინფლაცია დარეგულირდა მართლა ამ კაცის რაღაცა ცვლილებებით და ასე შემდეგ დანჩენ მის რაღაც იდეოლოგიურ რაღაცებში არ სულ ვარ რა სიღრმისში და ეგრევე მივხვდი რომ მეთქი ანუ უეჭველი მასკმა დაინახა ეს კაცი ამ რა თესლობებს აკეთებდა რომ იქ გადაარჩინა არგენტინის ისა რა ქვია ეკონომიკა და ამ გაბერილ საშინელ ინფლაციას მასკან და შეებძოლა და ეს ისინი დახურა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი რაღაც სტრუქტურები იყო და ფული ფლანგებოდა და იფიქრა რომ ჩვენს ეგ და ბენზოხერხითაც ხო დარბოდა და მეთქი უეჭველი მაქედან არის და კიო და მეთქი ანუ აი და ეს კაცი ვიღაცამ თქვა რომ ოკეი არის ტიპი რომელმაც ნიუსებიდან გადაწყვიტა ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა
The Audacity რა. რაღაც ტვიტი წაიკითხა და ამ კაცის ფოტო ნახა ალბათ იმით ბენზოხერხით და ვფიქრე რომ ვაუ რა cool არის მოდი მეც ჩემ ქვეყანაში ანუ აი ეგრე არ მუშაობს ანუ ყველაფერი მუშაობს კონტექსტში და ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ კონტექსტი არის მithome როდესაც აი ქალებს უფლებებზე რაღაცებს ლაპარაკ აი ხო ეხლა ხო ესე არ ხდება და რაღაცებს იძახიან და ეს წლების განმავლობაში დაგროვილი რაღაცები რო არის რომელიც ეხლა შეიძლება ხო რაღაც არ იმაზე მეტი უფლებები აქვს ქალებს ვიდრე აქამდე ნებისმიერ პერიოდში ქონიათ, ეგ არ ნიშნავს რომ რამე გათანაბრდა ან და კენსელა კი არა და კომპენსირა ის რაც აქამდე ხდებოდა. და representation-ზე რო ვსაუბრობთ, რადგან ბარემ ქალებზე ვლაპარაკობთ. მე მგონი რომ ქალებს ეგ representation-ის თემა ცოტა უფრო მეტად გულთან ახლოს გვაქვს ხოლმე და უკეთესად გვესმის ვიდრე კაცებს, იმიტომ რომ ზუსტად იგივენაირად გრძნობთ ქალების representation-ის ნაკლებობას ყველაფერში და ეხლა ნელ-ნელად იწევა და მაგის მნიშვნელოვნებაზე სულ არის ლაპარაკი და მაქედან, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება ყველას ვთქვი, მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავის თავზე ეგ representation-ის მნიშვნელოვნება გამოუცდია, მაგიტო აი მაგრამ კიდია რაფერი იქნება სნეიპი რა. მით უმეტეს fictional character და კიდე რაღაცა ფილმიც იყო, რომელშიც ისტორიული ვიღაცა ფიგურა იყო, რომელიც შავკანიანმა ადამიანმა ითამაშა და მაგაზეც ვფიქრობ, რა who fucking care, ანუ ხო ყველას შეუძლია დაგუგლოს და ნახოს ვინ იყო ის ადამიანი და ეს ხომ მსახიობია და ჯორჯ ვაშინგტონი რო შავკანიანი არის იმაში ჰამილტონში. პირველ ჰამილტონში ჯორჯ ვაშინგტონი არა ეს იმენა ფილმი არის. ხო და ანუ რა მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ მაგალითად რავი ანუ straight-ები რო gay character-ებს თამაშობენ იგივენაირად მაშინ მაგაზე ანუ ავთენტურობაზე თუ გვაქვს პრობლემა ყველაფერზე რატო არ გვაქვს იგივენა ან თუ ეგ არის ჩვენი მიზანი და არა ის რომ რაღაც ის იქით ან ყველამ ხო იცი აი იგივე ხო აი ვაშინგტონი თუ ფერად განივენა ითამაშა ხო დადგმა არის ეს ხო არავინ არ გეუბნება რომ ეს ისტორიის წიგნში გიბეჭდავ ამას რა რაღაც twin ორი უჯრედი ხო გაქვს რისიც მე ხვდები ანუ მარტო თუ ისტორიას ვიღაც ადამიანი მარტო მაგ სპექტაკლიდან იგებს ეგ არის პრობლემა და არა ის რომ მსახიობმა ითამაშა რაღაცა რომ რაღაცნაირად მგონია რომ აი სისულელეზე მიუხედავად იმისა რომ მესმის ანუ რა არ გაცილდა რომ მიუხედავად იმისა რომ მესმის ყველანაირი პოლუსების რადიკალიზაციამ და პოლუსებზე გადასვლამ რამდენი და შეიძლება რაღაცები დააზიანოს მაგრამ ეხლა მგონია რომ აი ეგ თემები არ არის issue რა როდესაც უბრალოდ ხელოვნებაზე და რაღაც წარმოსახვაზე და ადამიანებს რაღაც ფანტაზიებზეა საბუბარი. всё, მოვჭი. ხო, და აი მაგაზე ვიტყვი ზუსტად იმიტომ რომ მაგ თემაზე ნაფიქრი მქონდა და აი ვფიქრობდი მაგალითად რომ თქვა თუნდაც ისტორიული პიროვნება ან თქვა ფიქშენში რომელიც მე ისტორიული ფიქშენი არის იდეაში აი მაგალითად დენზელ ვაშინგტონი რომელიც ძალიან მაგარი მსახიობია და რომელიც მიყვარს დიდი სიამოვნებით ვნახავდი დენზელი როგორ ითამაშებდა მაგალითად რიჩარდ მესამეს რომელიც მაგალითად ნანახი მაქვს თავის დროზე ტელესპექტაკლი მაქვს ტელეჩანაწერი მაქვს ნანახი რამას ჩხიკვაძე რო თამაშობდა მაგრამ ქართველი ხო არ იყო ეგ ანუ რატო თამაშობდა რამას ჩხიკვაძე ხო და აი უყურე ეხა მანდრო მაგალითად დენზელამ რო ითამაშოს მაგალითად რიჩარდ მესამე შექსპირის რიჩარდ მესამე ვიღაც აუცილებლად გაჭედავს მაგ თემაზე რომ რატო შავკანიანი ათამაშეს მაგრამ ეგ რო პერსონამდე დაიყვანო და თქვა რომ როგორც კარგი მსახიობი ისე ითამაშა დენზელმა და არა ისე როგორც შავკანიანმა მსახიობმა მას ხო და როგორი რაღაცა იცი მე მესმის რომ იქ რაღაც მომენტებში იყო ის პონტები რომ ვითომ ცოტა virtue signaling-ის ამბავში რომ ცოტა ზედმეტად ჩატენეს რაღაცა ქარაქტერები და სხვადასხვა რაღაცები. რასაც მე ზღადავობ ხოლმე და და Netflix-ი ამ დროს იყო ტიპი რომელმაც იმას ორი ტრანსგენდერის ჯინაზე დეივიდ შაპელს 100 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა შეჩემა. ანუ იმენა ის დადო რა ქვია შეჩემათი შენ არ მოგმართი ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს მაგრამ ეწყინა
ხო და ესე არ მელაპარაკება ხოლმე ხალხნო არ ვაძლევ ამის უფლებას. ხო და ანუ ჯინაზე ესეთ რაღაცეებს აკეთებს რომ ჯიპში არის რიკი ჯერვეის 100 მილიონიანი კონტრაქტი იმცა რომ ჩვენ როგორ ეხა ვიღაცამ ტვიტერზე გამოთქვა პრეტენზია რომ რიკი ჯერვეისი ცოტა ისეთი მიზოგინურ ხუმრობას ამბობს ვიღაცა ორმა ტიპმა დატვიტა ამის შესახებ უპროფილის პიქჩერიანი იმალი აკაუნტმა დატვიტა და მოდი ამის გამო $100 მილიონ მივცემთ რიკი ჯერვეის და დეივ შეპელს მაგრამ მე თქვენ ყველას რო ნერვები მოგეშალოთ და ალტერნატივად ფაშიზმი შემოგთავაზოთ ამერიკაში, ამიტომ კლეოპატრას ვათამაშებ ჩავკანიან ქალს და აი ეს, ანუ თან რადიკალიზმი არ შეიძლება ეხლა როგორ შეიძლება შავკანიანი ითამაშოს სნეიპმა და ამის ალტერნატივად თავაზობს ფაშიზმს შეჩემის, ანუ შიქ ხო არა გაქვს ბოლოს. ან ძალიან არათანაბარი ის არის. თან ანუ აი ის რა ქვია. ილუზია რომ ISO იყო თეთრი, ანუ ეგ მაკედან დავიწყან თუ you are concerned about authenticity, მოდი მაკედან დავიწყოთ. თუ მაგაზე არ დარდობ, მაშინ თავი დავანებე. და ნუ რაფერ ნუ ეხა თუ თან რელიგიური ადამიანია და ადარდეს და ძირთადად არიან ხოლმე. ხო და ანუ მოდი მაკედან დაიწყე რა, იგივენაირად იგივე იმიდან ეს მაგის თქვა გინდოდა კიდე რამე ხო არ გინდოდა რაც მანამდე გაგაწყვეტინე 2 საათი რო ლაპარაკობ. აი ეს დავამატებ კიდე ბარემ აი ეს გამახსენა იდრის ელბაზე რო იყო ლაპარაკი რომ ჯეიმს ბონდი უნდა ეთამაშა. ანუ ძალიან მაგარი მსახიობია იდრის ელბა, ძალიან მაგარი ჯეიმს ბონდი იქნებოდა მართლა. და გავიგეთ ეხლა რომ ფლემინგი თვითონ ცოტა რასისტი იყო და თქვა რომ არ უნდა მას რომ სხვა რასის იმას ეთამაშა, მაგრამ ნუ როგორც pop culture აიკონი არის უკვე ჯეიმს ბონდი და თან ჩვენ ვიცით რომ ჯეიმს ბონდი კოდნეიმი არის რა და არა კონკრეტული აგენტის სახელი არის რა. ანუ ჯეიმს ბონდი შეიძლება გახდეს ნებისმიერი როგორც დოქტორ ჰუ შეიძლება გახდეს ნებისმიერი აი დოქტორ ჰუზე უნდა მეთქვა ზუსტად რომელსაც არ ვუყურებ, მაგრამ I'm aware რომ ყოველ სეზონში ვიღაცა ახალი პერსონაჟი და ადამიანი განასახიერებს, იმიტომ რომ საინტერესოა. ხო, იმიტომ რომ კოსმიური რაღაც არსება, რომელიც genderless და raceless არსება არის და ტელეფონის ბუტკით მოგზავნ. ანუ იქნებ მაგაზეც პრობლემა ქონდეს რომ რატომ ტიპს დაძდევენ ანგელოზები თვალებს თუ დახუჭავ ეგრევე მოგიახლოვდება და ის ანგელოზი რო შეაჩენო თვალებ დაჭრეტი უნდა იაროს. ეგ არ ვიცოდი, მაგრამ დოქტორ ჰუში სულ მინდა რომ რაღაცა შევყო ფეხი და ვერ ვიგებ აი ძალიან დევიდ ტენანტმა რო ითამაშა მაგის წინა სეზონით დაიწყე. კაცი ცოტა თავიდან აი ეს ეგ სეზონი ცოტა რაღაცა პლასტიკ ისენი არის, რა ქვია, ეფექტები. მაგრამ story და character development აქვს, აი ძალიან მაგარი, მართლა აი ერთ-ერთი საუკეთესო science fiction ის არის, რა ქვია, სერიალია. ხო, სულ მინდა რომ მივიდე მაგამდე და რაღაცნაირად ვერ მასქენი, მაგრამ კაი რა გამახსენე. ხო და რაღაცის თქმა მინდოდა. მანდ ისა რაღაცა მინდოდა იმაზე ვიღაცას. იგივე არის concern-ი. აი ხო ISO-ზე რო ლაპარაკობდი რომ თუ არ გაწუხებს. იგივენაირად არის ეს ტრანსგენდერები რატო ქალების სპორტში, ანუ უცბად რო ყველა რო ქალების სპორტის კომაგი რო ხდება რა, აი ეგ მომენტი. მოკლედ, თუ აქამდე რაღაცა არ გაწუხებდა და მე რაღაცნაირად, როდესაც ადამიანის იდენტობა ან რასობრივი მიკეთხებულობა შემოვიდა იმაში სურათში და მე შეგაწუხა, ესე იგი შენ თავში უნდა ეძიო პრობლემა და კითხო შენ თავს რომ ანუ მეც მაგალითად მე როგორ ვიზამდი ხოლმე და შეიძლება რაღაცა მხრივ მესმის ხოლმე რომ ეს არის რა მაგათ ტვინის თქונה ეს ლიბერალიზმი ანუ ძალიან ტვინის თქונה გაუთავებელი შენი თავის ანალიზი იმას ხო არ აწყენინე ამას ის უთხარი ის რაღაცებს შეიძლება გაწყალწყალავდეს მაგრამ საერთო ჯამში ფიქრის იმას ავითარებს რა და თუ მიცემ შენ თავს იმის უფლებას რომ იფიქრო რაღაცები კარგი შეიძლება და შენთვის სასარგებლო აღმოაჩინო და განვითარდე და თუ ზოგადად ფიქრი ეზარება და არ გინდა მაშინ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტად აგირჩიო ხო და მაგაზე იმას ვფიქრობდი ხოლმე რომ რაღაცაზე შეიძლება მეც დავტრიგერებულიყავი და მეც გამეფიქროს რომ შავი სნეიპი და მე იმაზე ვფიქრობ რომ რატო ვიფიქრე ეს რომ იმიტომ რომ მაწუხებს რომ რავი შავკანიანი თამაშობს იმიტომ რომ არა იმიტომ რომ უბრალოდ მიჩვეული ვარ რომ
ავტომატურად და პლუს რაღაცნაირად აქამდე 7 ფილმია გადაღებული და მიჩვეული ვარ ეგეთ ანუ მაგას. და მე რო გავიგებ რომ ვიღაცა სხვა თამაშობს, იფიქრებ რომ რატო იფიქრებ? ანუ ხო უნდა დაფიქრდე რომ ეს შენი ფიქრია თუ დასწავლული წლების განმავლობაში სიტუაციურად რა იგივენაირად რაღაც ისა ხო იგივე იყო იმაზე რა ქვია იმას ქალთევზაზე ხო ან რა ვუყურე ისეთივე mediocre იქნება როგორი mediocre-ც იყო მე არც მინახავს ანუ მე ვუყურე იმიტომ რომ ზოგადად მევასება ეგ მულტფილმების გაეკრანიზაციება და ანუ ისეთივე mediocre იყო როგორი mediocre-ც ისიც იქნებოდა და it was fine რა ანუ რავი გავერთე იგივენაირად გავერთობ ანუ ნებისმიერ არაფერი არ ქონდა მუსიკა კარგი იყო, გავიხსენე ის რაღაც სიმღერები, რაც მიყვარდა, საერთოდ შევწუხებული ვარ მისი იმითი და თუ ესე ძალიან გენატრება უყურე იმას, რა ქვია, ძველ მულტფილმს, ანუ რანაირად შეიძლება მართლა იმის პერსონაჟზე მულტფილმის ეგეთი snowflake თუ ხარ და easily offended ვიღაცის იმითი ფერის შეცვლით, რავი. თან ისეთ საყვარლობა იყო მე იმაზე rilsები იყო პატარა შავკანიანი გოგოები უყურებდნენ და აუ ისო ქალთევზაო ეს არის ჩემნაირიო და ისეთ საყვარლები იყვნენ ანუ ისე გაუსწორდათ რომ თავი დაინახეს იმ მულტფილმის პერსონაჟი რომელიც ევასება და აი ეს ამ ბავშვების რეაქცია და ეს საყვარლობა რანაირად არ უნდა წონიდეს იმ შენ რაღაც prejudice-ებს თუ მართლა გინდა რომ რაღაცაზე იფიქრო და ემპათიური ადამიანი იყო და human being და არა რაღაცა ისა რა რომელიც კიდევ ერთხელ ქართულ კონტექსტში ვერ აღიქმება ის რამდენად მნიშვნელოვანი არის ის რომ აქ მცხოვრებმა შავკანიანმა ბავშვმა თავისი თავი დაინახოს ეგეთ კონტექსტში რა ანუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ის რომ ის ხედავდეს რომ ვთქვათ აი ძალიან მარტივად დეინა სკალის ის იყო რა ქვია ეფექტს ეძახიან ეგ ცნობილი ის არის რომ X-Files-ში როდესაც სკალი იყო წარმომადგენელი მეცნიერი პერსონაჟი რომელიც რაციონალიზაციას აკეთებდა ძალიან ბევრი გოგო მისი ინსპირაციით გახდა მეცნიერი კონდა ამას მნიშვნელობა აქვს პოპ კულტურას ამის მნიშვნელობა ჩვენ თუ გვინდა რომ ზუსტად აი ეს რაც გაწუხებს რომ ეხლა რასიზმი და რაღაცა რით ვეღარ დამთავრდა თუ გინდა რომ დამთავრდეს ეგ ან რაღაცა ცოტა ნაბიჯი გადაიდგას ხანდახან საჭიროა რომ სნეიპი ანუ შენ რატო გაწუხებს ეს სხვა თემა არის მაგრამ პრაქტიკული კულტურული იმითაც კუთხითაც მნიშვნელოვანი ეს აღიქვა რომ თქვათ ვიღაცა ბავშვი რომელიც ამას დაინახავს ნერდი იქნება ან რაღაცა რომელსაც თავისი გარემო ცოტა სხვანაირ იმას უქმნის იმიტომ რომ ეგ მაგაში კიდე არ მინდა ცალკე ჩავიდე რა ეს environment determinism კიდე რა როლს თამაშობს მაგას პოპ კულტურა როდესაც რაღაცნაირად აბათილებს აქ მნიშვნელობა იმას რომ ამ ბავშვს შეუძლია იფიქროს იმაზე რომ ოკეი ვთქვათ მე თუნდაც წავალ და მსახიობი გავხდები რომელიც ოდესმე ჰარი პოტერში ითამაშებს არა ვიღაცა ექსტრას ფონზე არამედ შეიძლება რომ რაღაც major როლი ვითამაშო ამაში და ამით ინსპირირებული იქნება რა ანუ ძალიან ელემენტარულია shut up about it საბურთალოდან კი მით უმეტეს მაგრამ მაგასთან პარალელურად ოღონდ არის ისეთი кейსები, რომლებიც მართლა მაგას ვნებს მაგ ყველაფერს და ამ ხალხის აზრებს აძლიერებს და ეგ ანუ მართლა მეორე პოლუსი სადაც გადამლაშება ხდება ნამდვილად არსებობს და არ უნდა ანუ ცუდია იმავე იმითი რა ანუ იგივენაირად როგორც რავი მაგალითად რა ვიცი ფემინიზმს არ დააბალანსებს ის რომ უფრო მეტი სერიული მკვლელი ხალი თუ გახდება არავისთვის სასარგებლო რო არ იქნება რა და ანუ არანაირ თანასწორობას არ შეუწყობს ხალხს ნუ ცოტა დებილური მაგალითია მაგრამ ხო და მაგაზე პროსტა რა გამახსენა იცი ის Snow White რომელიც საშინელი ფილმი გამოდგა იმიტომ რომ ყურით მოთრეული იყო ანუ რაღაცები არის რაც შეიძლება რომ ყურით არ მოათრიო და რაღაც ანუ არ მიყურებია ოღონდ ეგ მაგრამ ნუ ცალკე იმის გამო რა ქვია მაგ გოგოს
თავარ როლში, ვინც იმას დედოფალს თამაშობდა. მისი პოლიტიკური შეხედულებების გამოც იმას ქნეს დააკენსელეს ეგ ფილმი. და მარა აშკარად თვითონ ფილმიც ვერ ვარგოდა რა ტრეილერიც ვნახე და მოკლედ it was not it. აი რაღაცებზე მართლა უნდა ხანდახან ვიღაცამ თქვას რომ მოდი არა აი ეს არ უნდა გადაგვეღო და არ გადავიღოთ იმიტომ რომ it's shit. და კიდე სხვათა შორის რა კონტექსტიც ძალიან ხშირად არ არის ხოლმე საქართველოსთან აღქმული ის რომ აქ ხო რაღაც კაპიტალისტური ჰეივენი არის მაკედან ეგრეთ ჩანს ხო რაღაცა ყველა ეს რომ და სინამდვილეში აი ეგ virtual signaling-ი როდესაც მოდის ხოლმე თქვა Netflix-იდან ან Disney-დან და იმაზე აქ მაგასაც აკოლაუთებენ ძალიან ხშირად მემარცხენეები და ცოტა მარცხნივ გადახრილი ლიბერალები რომლებიც ამბობენ რომ მე სუფეხებზე მკიდია შენი Snow White-ი თუ არის შავკანიანი მაშინ როდესაც შენ იმას რა ქვია დეკრეტში არ უშვებ Disney-ი შენს თანამშრომლებს და ეუბნები რომ შობიარობის მერე გამოდი და იმუშავე და არ უხდი მაგალითად ხელფას ნორმალურ შენ თანამშრომლებს ან მაგალითად არა 38 საათია საქმე კვირაში მარტო იმიტომ რომ 39 რო დაასაქმო მერე მოგიწევს რომ დაზღვევა მისცე და ესეთ რაღაცეებზე დისკუსია სულ რომ მიდის აქ ყოველ დღე მაგი არ ჩანს მან და მერე ვიღაცა ტიპი დამიჯდება იქ და ონჯის კომენტარებში ჩივის იმაზე რომ Snow White და Snape არის შავკანიანი და გაჩუმდი რა ძალიან გამოვიდა. ხო და არ ვიცი ეს ის არა ქვია Snow White-ი ძალიან Snow White ახლა გამახსენდა რატო დაფლოპდა. ძალით ფემინიზმი იყო ჩატენილი, არაფერი კავშირი არ ქონდა იმ გოგოს იმასთან კანისფერთან. თან შავკანიანი არ იყო უბრალოდ ისე უფრო ანუ Snow White-ი ქათქათა ფინური სისხლი ვიკინგების თამამავალი არ იყო რაღაც ანუ olive skin ქონდა და ხო და არაფერი არ ქონდა ახლა გამახსენდა. ეგ იყო რომ ზუსტად ზედაპირულ რაღაც დებილურ ფემინისტურ აი you go girl boss girl და ეგ ყლებებზე იყო აგებული და მაგიტომ დაფლოპდა იმიტომ რომ არ იყო ავთენტური დანარჩენი შინაარსი შესაბამისად იმ გოგოს ფერს არაფერი მნიშვნელობა არ ქონდა მან ახლა გამახსენდა ჩემი თავისთვის არ ვიცი ზოგადად მე რამდენადაც ვიცი მაინც და მაინც ეგეთი live action Disney-ის live action-ს ატვაკეთებენ აღარ ვიცი იმიტომ რომ ყველაფერმა დაუფლობა რავი მე მაგალითად ერთადერთი რასაც просто ინტერესის გამო ვუყურე იყო ისა რა ქვია Lion King-ი იმიტომ რომ უფრო CGI მაინტერესებდა საშინელება არის აი არც story არ ვარგა არც CGI არ ვარგა არაფერი ანუ რა მაგას მირჩენია მართლა დავზე და ის ხელით ნახატი ძველი მულტფილმი ნახო რომელსაც ნოსტალგიაც აქვს რომელიც ძალიან მაგარი საუნდტრეკიც არის story-ც კარგი არის voice acting-იც ძალიან მაგარი არის და ანუ და ეს ყველაფერი არ კაროჩე რა მან მე მგონი რომ ანუ რა მიზეზით და რისთვის აკეთებ ალბათ აი შინაარსი მოკლედ თუ აკლია მერე არაფერი აღარ შველის რა და მერე რა თქმა უნდა ისეთ სტანდარტულ რაღაცებს მოიგონებენ რომ აი ის რომ არისო ფითქინა რო არისო Snow White-ი ეგ იყო პრობლემა და სინამდვილეში მთელი შინაარსი იყო. ხო, იმიტომ რომ თეთრკანიანები რო არიან თავარ როლში ეგეთი ფილმები ხო არ დაფლოპილა ჯერ არასდროს. კი, ყველაფერი ხო ძალიან ყველა box office hit-ი არის. და ის ხო და ეხლა live action-ებზე გამახსენდა მე მოკლედ მიყვარს ეს მულტფილმებსაც ვუყურებ ხოლმე და ამ იმებსაც და რაღაცას ვუყურე ის ლილი ტომლინსონი თამაშობს. მე მგონი ეგეც Snow White-ი არის. ოღონდ ის არის ძველი ჯულია რობერტსი არის დედინაცვალი. საშინელება იყო. აი ეგეთ ცუდი არაფერი არ მინახავს. ანუ აი ძალიან აი ისეთი ცუდი მე ძალიან იშვიათად არის ხოლმე რომ რაღაცაზე ვთქვა რომ ძალიან ცუდი ანუ даже რაღაცა ძალიან ტრეშიც თუ რაღაც წაიღო და გამისწორდა აი ეს guilty pleasure და რაღაცები და მაინდა-მაინც ის ფრანგული ის თუ არ არის შავ თეთრი ფილმები არ მაქვს ანუ ეგ სნობიზმი რა მაგრამ ძალიან ცუდი აი ობიექტურად ძალიან ცუდი იყო ყველანაირად ვიფიქრე რომ აი ეს რატომ გადაიღეს იმიტომ რომ არაფერი არ ვარგოდა ამ ფილმში არა და ძალიან კაი კასტი არის რა იგივენაირად როგორც რავი ხა Emily in Paris საშინელი ტრეშია მაგრამ ზუსტად იცი რას უყურებ და მაგ ტრეშისთვის უყურებ რა და you can't wait to hate on it და ნუ დანარჩენ ანუ
დანარჩენი production-ის ნაწილი ყველაფერი ხარისხიანად გაკეთებული მე მგონი ლაპარაკები მაქვს მაგაზე კოსტიუმერი ვინც არის მანდ იმ ქალისაგან ინტერვიუს უყურა და გენიოსი არის ანუ ყველა მის იმ პერსონაჟის ჩაცმულობაში აქვს შინაარსი ჩადებული ისეთი რომ მინიმუმ აი მაგას ვიზუალურად რო უყურებ სულ სხვანაირი ის მოაქვს რა და აი ეგეთ რაღაცები მნიშვნელოვანია მოკლედ ზედაპირული რაღაცები რო არაკეთო და ზედაპირული რაღაცებს ხშირად ეკეთება ხოლმე რა რაღაც ამბობდი ისევ ჩაგერთე ხო, არაფერი, მაგრამ უბრალოდ იმას საიდან დავიწყეთ ეს თემა, მაგას რომ დაუბრუნდეთ ბარემ და ანუ აი ლიბერალებს რო გონია რომ რაღაცეებზე ის გვაქვს რა ფასი რო ვითომ რახანისა ხო და ეგ რასიზმთან დაკავშირებით თავისთავად ცხადია ეგ გასაგები არის ქართულ კონტექსტში და იქ რაღაცა რასიზმი არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ by definition რასიზმი არის, როდესაც გამიზნულად ის გაქვს რა, წინასწარ განწყობა კონკრეტულად რასის და კანისფერის გამო. მაგრამ აი ეგეთი პონტი უფრო ჩვენ იმაში რომ აი რაც აღნიშნე რა მე მაგალითად ძალიან ხშირად დამიჭერია ჩემი თავი რომ მე რო ვამბობ რომ თქვა ფემინისტი ვარ და რაღაცა ტოქსიკური მასკულინიზმი უნდა დავამარცხოთ და რაღაცა მე დამიჭერია ჩემი თავი რომ ეგეთი ტოქსიკური მასკულინური მიზოგინური რაღაცა ან ხუმრობა მithქვია ან ფრაზა ან რაღაცა წინასწარ განწყობა მქონია რაღაც პონტში რა ხო და ეგეთი რაღაცეები რაც თქვი რა იმაზე აი TikTok-ერზე რო თქვი რომ ეგეთ ლიბერალი კაცებიო ეგრე იქცევიანო ეგ ძალიან ნორმალური არის და საჭირო არის რომ აუცილებლად დავჩექოთ ხოლმე ჩვენი თავები მაგაზე და ზუსტად ეგ არის რა თქვი რომ დამღლელი არისო რა ლიბერალობაო რომ ვიღაცას ხო არ ვაწყინია და რაღაცა ხო ანუ ეგ არის რა ანუ შენ თუ გაქვს პრეტენზია იმაზე იცი როგორ რაღაცა ეგ არის ზუსტად ცალმხრივი თემა რომ რაღაც ლიბერალიზმის ნაისგაიობის ამბავია ეგ რა ანუ ნაისგაი ლიბერალი რო ხარ იდეაში რომ ეხლა მე ისა რა ქვია კარი არ გაგიღე და გითხარი რომ მოდი რაღაც go dutch და იმაზე დავსპლიტოთ ჩეკი რესტორანში იმიტომ რომ მე ფემინისტი ვარ მაგრამ შენი დედა შევეცია ხო კი და თან ანუ მაგ კარის გაღებაზე ძალიან ჩემ თავში ძალიან ხშირად ფიქრობ ხოლმე რა რომ ანუ აი უნდა გამიღონ არ გამიღონ და მე მეზობ ხუდები რომ ანუ არაფერი კავშირი არ აქვს მოკლედ მაგ ეგ არის მე მგონი ზრდილობა ხო და რომელიღაცა მე მგონი ბარბისთან გვაქვს ამაზე ლაპარაკები იმაზე დეითინგის იმაში აღარ მახსოვს მაგრამ რაღაცაზე მახსოვს რომ ლაპარაკობდი იგივე რაღაცაზე მაგრამ მოკლედ მაგაზე მეც ფიქრობ ხოლმე რა რომ მინდა თუ არა ეს კარი რომ გამიღონ თუ არ მინდა უბრალოდ სასიამოვნო არის და არც მაგისგან თავში არ ამივარდება ანუ მოკლედ თუ ადამიანების მიმართ ერთმანეთთან არ არის შეჯიბრი ანუ ძირითადად ეგ ფემინიზმთან პრობლემა აქვს იმ ადამიანებს მე მგონი ვინც ცდილობს რომ შეეჯიბროს ქალებს და სულ რაღაც აი კაცები უფრო ძლიერ აი who fucking cares ან რატო მეჯიბრები ან მოდი ერთად ვიარსებოთ და მე შენ რაღაც კარგ რაღაცებს დავაფასებ და ჩემსაც დააფასებ ან ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს იგივენაირად როგორც ეს ქალებს რო ერთმანეთთან ისტორიულად რომ ეგ ის არის რომ ქალები ერთმანეთს სულ რაღაცებს წართმევა და აბა ის იმას მოწონს თუ ეს იმას მოწონს და კაცებს ვერ გაყოფა და ერთმანეთის არ ნდობა აი ძალიან იდიოტური ის რაც არის და დამღლელი და აი ეგ მაინდსეტი რომელიც ნუ ჩემთვის ეგეთი ის არ არის მაგრამ შემიმჩნევია რა ბევრში ბავშვობიდან გარემოსგან ეგ რაღაცნაირად მაგისკენ რო გიბიძგებს რა რომ ერთმანეთს შეგადაროს სულ ხო და რატომ ვეჯიბრებით ერთმანეთს ანუ ეს ვინმესთვის კარგის მომტანია ან შენ რო რაღაცაში მაგარი ხარ ჩემ ჯინაზე ხარ კაი რაღაც არ ვიცი ბადროს ტყორს არა ბოდიში იქნებ ბადროს ტყორსა ან ვიცი რომ ქალებს არიან და ქართველებს ყავდა ვიღაცა ძალიან ცნობილი თან ნათია თუ მოусმეს ფეხბურთი ქალთა ფეხბურთი ხო ან რავი კი თემა ეხა
ხო, არა, ქალფეხბურთი ქართულ ცალკე კონტექსტში. ხო, ქართული ფეხბურთი კიდე არა, ცალკე დამოკიდებულება რა კაცების მხრიდან, რომ ფეხბურთი აა რა ქალის ფეხბურთზე გაკეთება. საერთოდ პრობლემა იმაშია, რომ მაგას რო ჩავუღრმავდი თავის დროზე, რის გამოც წამოიწია ეგ ისა აი მრავალ ნაკითხი განვითარებული იმაში რა ქვია ჩვენი ფეხბურთელის, რომელიც ირანში პრობლემებს რო ვერ ხედავდა ეგ კაცი. მან რო ჩავუღრმავდი მოკლედ მაგას 50 წლის განმავლობაში, როცა ფეხბურთი სპორტად დარეგისტრირდა, ესე რომ ვთქვათ. 50 წლის განმავლობაში ქალებს თამაშის უფლება არ ჰქონდათ, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მათი სხეულისთვის საზიანო არის და არ შეიძლება. შესაბამისად 50 წელი რო ფორა აი იგივენაირად რაც მე ვlapარაკობ და არაკენსელებს რაღაცეები და კომპენსაციას არ უკეთებს რა იმას რაც მაქამდე ხდებოდა. 50 წელი არ მაძლევა ამის კეთების საშუალებას და ეხა რომ ავიდ იგი ფეხი რა და შენ რო 100 წელი თამაშობდი რანაირად უნდა შევადაროთ ერთმანეთს და საერთოდ რატომ უნდა შევადაროთ? ანუ არ შეიძლება რომ ქალებმა თავის ითამაშონ და shut the fuck up გააკეთო. და თუ ვადარებ ხო, და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარულებმა მითხრეს, რომ არ ვარგაო ქალებს ფეხბურთიო და ნუ მივა იმ პოინტამდე, როცა ივარგებს, არ ვიცი, I don't fucking care also. თუ ვადარებთ ჯერ ერთი რანაირად არ ვარგა 35 წელიწადია რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობს და პირველად არის, როდესაც ნაკრებში გვყავს თაობა, რომელმაც რაღაცა გააკეთა. არც ერთი ქართული კლუბი დღემდე არ არის გასული ჩემპიონთა ლიგაზე. ანუ აი ამდენი ენერგია და იდეოლოგია და ფეხბურთის სიყვარული იყრება კაცთა ფეხბურთში ამ ხო? და ესე იგი მიღწევები ეხა გვაქვს, ბოლო 5 წელიწადში გვაქვს რა და ამ დროს ისეთ იმაში ფორმები და ბუცები არ აქვს ქართველ გოგოებს. და ჰარასერი ისინი. თავიანთ სფეროში, ხო, ეგ ცალკე. და თავიანთ სფეროში უკვე გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. ლანჩხუთმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. როცა არც ერთი ქართული გუნდი არ არის და კაცების გუნდი არ არის თამაშობდი. და მაგაზე სხვა ჩვენს ისა ერთ კაცს ჰქონდა ძალიან კაი კომენტარი, რომელიც ძალიან გამისწორდა, რომ ირანის ჩემპიონატს ვინმე უყურებს? ქართლის ფეხბურთს არ აღარ ირანის ჩემპიონატს ვინმე უყურებს? ანუ what მართლა. ხო, ანუ რა და ისა რა ქვია. ხო, ეგ და ანუ თან არის ტიპი რომელიც like ვერ ვიტყვი ხა all due respect იმიტომ რომ მაგის გამო რაც ილაპარაკა მაგის გამო, მაგრამ ანუ თუ ხარისხობრივებზე და მიღწევებზე და რაღაც merit based sexism-ი გაქვს, მაშინ შენ ხარ ტიპი, რომელიც პროფეხბურთელი არის და მალაიზიიდან გქონდა შემოთავაზება მარტო რა და ამიტომ შარა. ხო, კი, იგივენაირად როგორც იმაზე რომ ლაპარაკობენ ხოლმე რაღაცა სპორტში, რომ თვითონ რაღაც დივანი და რო არ ამდგარა და იქ აი ვინ მოერევა ის და უეჭველი ათლეტ ქალთან რო დააყენო, ვერც ერთ სპორტში რო ვერ, ანუ, მაგრამ ეგ ის აქვთ რა, სეტაპი, აი, იმიტომ რომ პატრიარქალურ სამყაროში რო არსებობს, ეგ სეტაპია დეფოლტად, რომ აუცილებლად ის რაღაცებში უფრო ძლიერი რადგან არის გაიმარჯოს ძალოვან რაღაცებზე, როცა არის ისა და არ არის ეგრე და check yourself. და აი უყურე მაგალითად კიდე ერთი აი მაგალითი სექსიზმი რა არის ვიღაცას თუ ჯერ კიდევ არ აქვს გაანალიზებული აი და ახალდე usmina. და ეხლა მე რა იქრო ვა მაგრამ იქნებ ვინმე rage bait სპონჩი გვისმენდეს და თან გვაგინებს გვისმინეთ არა ვარ წინააღმდეგ საერთოდ. ფეხბურთის გულშემატკივრები 24 საათი არიან მსაჯების გინებაში. ქალი მსაჯი, განაპირა მსაჯი რო დადგეს, ან ყოფილა შემთხვევები, როდესაც კაცების გუნდებში მთავარი მსაჯი ყოფილა ქალი და რაღაცა შეცდომა დაუშვია, იმაზე უთქვამთ, რომ ეს შეცდომა იმიტომ დაუშვა, აბა ქალს რომ მსაჯად დააყენებ, რას ელოდები. არა და მთელი საფეხბურთო კულტურა არის ის, რომ მსაჯს აგინებენ სულ. სულ მსაჯის ბრალია. ყველაფერი აბსოლუტურად. მაგრამ აი ეს კონკრეტული თამაში იმიტომ იყო ცუდი, რომ ქალი იყო მსაჯი, გაიგე? ხო და აი მაგ დროს რატო არ იმ ადამიანს, ანუ ეგ რომ ის პირიდან რომ ამოვა ეს, ანუ რატო ჯერ არ შეიძლება რომ დაფიქრდეს, რომ ეხა მე ამას ამიტომ ვიძახი თუ ამიტომ, მაგრამ არა არ უნდა, იმიტომ რომ მაშინ უნდა აღიაროს, რომ სექსისტი არის და მე თავის თავზე იმუშაოს და უფრო ადვილია, რომ ესე ილაპარაკო მე იცვა ეს შენი
ისინი რა ქვია, იცვა, სწორი ფორმაზე მის არც ვიცი. ეს შენი რაღაც დამახინჯებული აზრები და მე იმას ქნა რა. ხო, არ ვიცი, it's tiring. მაგრამ ხო, ანუ ლიბერალობა ძალიან დამღლელი არის. და მაგრამ ჩვენ რა ძალიან ვქნა? ბევრი ვიჩხუბეთ ეხლა ამ დასრულს. კიდე, ხო, მაგრამ რა ვქნათ, ხო, რთულია სხვაზე უკეთესი რო ხარ. ცარტული არის რა გავა და შრომას მოითხოვს. შესაძლოა თუ გინდა რომ თავის სხვაზე უკეთესად იგრძნო. ამიტომ აუცილებლად რეკომენდაციას უწევ ლიბერალის. საათია მე მგონი კი საუბრობთ. მაგრამ რაღაცა კარგი well rounded, ამიტომ თან ჩემ რაღაც ჩანმებს არ გეტყვი, მაგრამ იქნებ შენ მითხო რაღაცებს თქვა გინდოდა და მე იმდენი რაღაცები მოგაყარე რომ ვეღარც დააფიქსირე. რავი, არაფერი ისეთი ნიშნულოვანი არ მინახავს და არ გამიგია, მაგრამ ნუ ეგენი რაც ვილაპარაკეთ მეც ზოგადად ყოველთვის მაწუხებს ხოლმე ეგ თემები, ხო იცი შესაბამისად. ყველაფერზე. ეხლა გამახსენდა რომ რაღაცა ბუნებრივად ხო მივედით ამ სნეიპის განხილვამდე და რაღაცა პოდკასტი აქვთ კინემატოგრაფიულ პონჩში და იქ განიხილავდნენ ზუსტად ტაითლადაც ეწერა რომ შავი სნეიპი რაღაცა და ძალიან დამეზარა მოსმენა იმიტომ რომ არ მინდოდა რომ გაწებილებული ყოფილიყავი. I know, ხო, აი ეგეც რაღაცებს რომ ვნახულობ, არ ვუყურებ ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა რომ კაკრას rage baiting-ის მოხდეს. შეიძლება იყოს კარგი რაღაცები თქვა, მაგრამ აი არ მინდა რომ გავრისკო და ნერვები მომეშალოს. ამიტომ მე თვითონ ვიქნები ნერვები მოშლილი თუ შეიძლება. ჩემით თუ შეიძლება. ისა ვინმე თუ უსმინათ გაგვიზიარეთ, კარგს ლაპარაკობდნენ თუ უცუდს, იმიტომ რომ მაინტერესებს ზოგადად რა ის არის. რა განწყობა არის მაგის მიმართ ახალგაზრდებში. თან მე მგონი ჩვენს პატარები იქნებოდნენ ახლა, იმიტომ რომ თან ისე მოსმენა არ მინდა ოღონდ, მაგრამ თან მაინტერესებს, ამიტომ თქვენ მოვიზათ ნერვები არ გეშლებათ ეგეთ რაღაცას. მოусმინეთ. და ოღონდ პოდკასტის სახელი მახსოვს და არაფერი, მაგრამ ის არის. მაინც ვიტყვი. ნეტა ეს როგორ ჩავწერე სპიკერებს რომ ცალ-ცალკე გამოიყვანს, მე მგონი ექსეპტინგი დავტოვე და იმედია რომ რაღაც ანუ კარგად გამოჩნდება. არ ვიცი, დიდი ხანია ეს არ გვიქნია და აღარ მახსოვს როგორ კეთდება. რამე იყო კიდე საინტერესო ის ლაპარაკიც მინდოდა? რავი, მე მგონი რამე მოსაყოლი გვაქვს? არა. მოიცა კაცო ბოლოში დაშვიდობების რაღაცები უნდა თქვათ, ყველაფერი რომ უნდა გვისმინო. მე ვარ ადამიანი, რომელიც გვიქეცი ამათ, ულაშებს ვივარ. ზაკაია. უი, ხო, უფრო გძელია, ხო, ეხა? ხო, ანუ იცი რა, რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ ცოტა მარკ ტვენის იმაზე წავშულიყავი, მაგრამ it was too much და მე აი აქამდე მქონდა მოპარსული და ეგ ძალიან მოკლე იყო. ტეხასელი რანჩერი ხარ. ეს არა, ეხა უფრო მექსიკურია მე მგონი ეს. ხო. აი, სომბრერო კი. აუ, შემდეგი მე სომბრეროთი წარმოგვეჩინე. თუ იშოვე აქ სადმე ძალიან თეთრკანიან ამერიკაში ვარ მე და თუ იშოვე. ხო, შემდეგი თემა არის კულტურული აპროპრიაცია, რომელზეც ასევე რაღაცა TikTok-ს უსმენდი და ესე არაფერი ის არ მინდა თარისად შევა, მაგრამ მე მოვა ისე ჩვენთან ხო ესე მოდის ხოლმე შთაგონებით და ამასაც შეგვიძლია შევეხოთ და თან შენ მაგ კონტექსტიდან კარგად იმას იზო გააზიარებ რაღაცებს. ხო და ესე იგი არ ვიცი ამას დავტოვებ ანუ ვიდეოში ვეჭველი დავტოვებ, იმიტომ რომ მაგის მონტაჟი მეზარება. ღიპიან ჩინელ კაცებს ჩავსვამ. და მეტი რა ნახავ მე რამე თუ არის ჩასასმელი. ხო და უნდა გვისმინოთ. იმიტომ რომ ring light-იც კი ვიყიდე და უკვე ის არის ძალიან ბევრი ინვესტიცია გვაქვს ამ პოდკასტში შედებული და ენერგია გერგ საბასაც მიკროფონი უდევს. ხო და
გვისმინეთ, რომ validation-ი და validation მივიღოთ და გაგვიხარდეს და ენდორფინები წამოიღოს და კიდე ჩაწერა მოგვინდეს, იმიტომ რომ თან რთული პერიოდები გვაქვს, დაკავებულები ვართ, ფეხები ნახევარი ფეხი გვაქვს და ეს არის. ამასობაში იქნებ ბარბემაც მოიცალოს და მასთან ჩვენი კლასიკური ეპიზოდიც ჩავწერო, რომელსაც ოღონდ ის მომზადება ჭირდება, ესე კი არ არის ხა რა. ესე რომ მოხვალდა rage baits მოყვები. და რაღაცებზე მოკლედ გამოგვიგზავნეთ ხმოვანი მესიჯებიც ჩვენს მეილზე, რომელსაც ვურთავთ ხოლმე ყველა პოდკასტს. დაგვიკომენტარეთ, გვემიგობრეთ, გამოგეხმაურებით, და რავი, გვისმინეთ და გვისმინეთ. აი, მაშინ ბოლოში მე რახან ბოლოში გამოვედი და აქამდე ვინც მოგვისმინა, იმათთვის რაღაც ეცოდინებას ეჭვმათ, მაგრამ მაინც დავაპლაგინეთ. რა მოვჭარა და წიჭავსო. ჩემს ახალ YouTube-არხს დავაპლაგინებ, აქ თუ შეიძლება. ესე იგი, გავაკეთე არხი, რომელსაც ქვია იუმორზე დადიოდი და ვყვები როგორ ავაწყოთ ხუმრობები და როგორ გავაკეთოთ და ვაწარმოოთ იუმორი და თუ ვინმეს გაინტერესებთ ეგ თემა და იქ დამასაბსკრაიბეთ და პირველი ვიდეო უკვე დავდე, სადაც მოვყევი რაღაცა headline-დან როგორ ამოვიღოთ რაღაცა ხუმრობები და პაходу პატარა 2-3 წუთიანი stand-up ბითი როგორ გავაკეთოთ და როგორ მოვიმზადოთ stand-up-ისთვის და ასე შემდეგ და აქტიურად ვეცდები რომ ალბათ ძალიან ისევე რა, იმიტომ იცი ამდენი არხი გავაკეთე, ეხლა კიდე ლივერპულზე მაქვს ცალკე არხი გაკეთებული. კი და ვერაფერს ვერ მივყვები და უბრალოდ ანუ I'm just supporting. იმიტომ რომ თან ამ ლივერპულს მინდა რომ თან შევუხამო ეხლა ქალთა ფეხბურთი ცალკე და მაგაზე წამოვწიო, იმიტომ რომ პაходу ამაზე გარდა იმისა რომ ცოტა ვირჩუ სიგნალინგი არის, მინდა რომ დროზე მოვაჯდე ამ მატარებელს, იმიტომ რომ ძალიან მზარდი ბაზარი არის ქალთა ფეხბურთი და კომერციულად რაღაც მომენტში გამართლებული იქნება ეს და აქედანვე მინდა რომ მოვაჯდე მაგ მატარებელს. ხედავთ ამერიკაში წავიდა და კაპიტალისტი გახდა. პოლიტიკაზე კიდე ცალკე ვაკეთებ ხოლმე ვიდეოებს და კიდე ეს პოდკასტი კიდე ცალკე. და კაროჩე მოკლედ ხო და ვისაც დაკავებულია ეს კაცი. ანუ რა ხელა პატივია რომ შეძლო და ჩავწერეთ. I don't know. როგორ ამ პოდკასტისთვის ყოველთვის გამოვნახავ დროს, რა თქმა უნდა. იარა და ეს like primary is არის, იმიტომ რომ აქ ამას არ მიაქვს რა დიდი ენერგია პირიქით აქ უფრო თავისუფლად და ისე იქ უნდა დაუჯდე რაღაცები დავარისერჩო სლაიდები ავაწყო მე დავამონტაჟო და ცოტა დამღლელი არის ეს უფრო ის მაგიტომეც ის არის ანუ მეორე ისეთივე დაალაგებული და გეგმილი სეგმენტი რო გაგვაკეთებინა მეც ვერ გავქეჩავდი და ეს ფორმატი ეს არის რა ქვია ესე იგი გვისმინეთ, საბას ყველაფერი გამოიწერეთ, თან აი ხედავთ როგორ სასაცილო სათაური გაუკეთა, შეუძლია რომ რამე გაგიზიაროთ საინტერესო, ამიტომ უსმინეთ. და ისა, ხო, დანჩენი კი ვთქვი მანამდე და საბა ჩამოვა ევროპაში. მადლობა. შეიძლება იმაზე მალე ვიწერებ.